ისე ახსნა მინდა, იცი რომ მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ხოლმე ბოიკოტის პროცესის ნებისმიერი არჩევნების მიმართ და ეს რეპუტაცია მე მგონი უკვე დავაგროვე, როდესაც სრულიად ტალღის საწინააღმდეგოდ დავეტაკებოდი ხოლმე ამ რაღაც ბოიკოტის მოთხოვნებს, ხო? ანუ რეალურად ეს ბოიკოტირება არჩევნების სწორი არ მგონია, მაგრამ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც არჩევნები არ არსებობს, არჩევნები გაუქმებულია, არჩევნები ფარსად არ იქცეული და ამას გარდა ყავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნების წინ რასაც დაპირდა საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარი მანდატი თავზე გადაიხია. იმიტომ რომ ეს რეჟიმი არ დაპირებია თავის ამომრჩეველს, რომ ეს რა ქვია, ევროპასთან ინტეგრაცია, რატო არ თქვა ეს ყველაფერი არჩევნებამდე? იმიტომ რომ ამაში ხმების აღება უნდოდა, ხო? ამიტომ არ ეძახდა ყველაფერს. ეხლაც ბოლომდე გამოცდილება დაიხია უკან. დაიხია და დახეული აქვს უკანი 28 ნოემბრის გადაწყვეტა. 2028 რა ბოჭორიშვილი იძახის, მაგრამ ეხო სისულელე ხა ამას აკეთებს, იმიტომ რომ უბრალოდ ხვდება, რომ თავის მომხრეებშიც ეროზია აქვს, თავის მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილს არ მოსწონს, ანუ იმ ნაწილს, რომელზეც დამოკიდებულია დარჩება თუ არა ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე, ხა ის სარგებლობს დროით, რომ ისევ გუნდოვანება შექმნას ამ საკითხის გარშემო, რომ ეგება გადაურჩეს, თქვათ, საკუთარივე ამორჩევლის რისხვას.